დღის სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ საზოგადოებისათვის ანგარიშის ჩასაბარებლად რუსთაველის გამზირზე მზადება მთელი ღამე გრძელდებოდა. 18 სამინისტროს პავილიონების მოსაწყობად ბანერებისა და ტექნიკის განსათავსებლად 750 მეტრი გამოეყოთ. ტერიტორიის ათვისება უწყებათა წარმომადგენლებმა გუშინ საღამოს 23 საათის წინ დაიწყეს. იქ სადაც ერთი თვის წინ ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა, მთავრობამ ფაქტები გამოიტანა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტრაქტორები, გარემოს დაცვის უწყებრივი და ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი აღჭურვა. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკა რუსთაველის გამზირზე გამთენიამდე ლაგდებოდა. მერიის საცს მელოდია ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა, როცა რუსთაველზე საპატრულო პოლიციის მანქანები გამოჩნდნენ. დედაქალაქის მთავარი გამზირი ზუსტად 10 საათზე გადაიკეტა. საქართველოს მთავრობამ საკუთარ მოსახლეობასთან შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. Strike the pose. Strike the pose. სამინისტროს ამდენივე პავილიონი 750 მეტრზე უნდა განითავსებინა. ტერიტორიის ათვისება ერთ-ერთმა პირველებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაიწყეს. მათ მიერ შემოყვანილ კომბაინებს ქართველმა ჯარისკაცებმა მოგვიანებით მძიმე საბრძოლო ტექნიკა მოუყენეს და საველე კარვები გაშალეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვირტუალური ტირი აწყო. ლტოვილთა და განსახლების სამინისტრომ კი ოპერის წინ იმ სახლების ზუსტი მაკეტი დადგა, რომელშიც დღესდღეობით რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. პირველი მაღალჩინოსანი, რომელიც საკუთარი უწყების სტენდთან გამოჩნდა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მინისტრი იყო. ეთქო ყველაზე მეტად ნერვიულობ, რა ვიცი. მოვედი რა. გოგა ხაჭიძეს სანერვიულო არაფერი ჰქონდა. მისი სამინისტრო მოსახლეობასთან ანგარიშის ჩასაბარებლად კარგად მომზადებული აღმოჩნდა. ჩვენთან იქნება ყველაფერი, რაც რისი გაკეთებას მოვასწარით, რის გაკეთებას შევძელით აი ამ ბოლო წელს და შეგვიძლია როგორც ინფორმაცია მივაწოდოთ, ასევე ვაჩვენოთ, თვალნათლი ვაუხსნათ. ყველაფერზე შეიძლება შეუქმნათ წარმოდგენა ადამიანს გარემოს დაცვის სფეროში, თუ ჩამოივლის ასე ვთქვათ ჩვენს დედს. გოგა ხაჭიძის შემდეგ რუსთაველზე დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მოვიდა. დევიზი არის ჩვენი ესეთი, რას ვეტყვით ახალს ხალხს, ილია ჭავჭავაძის ეთქვები. და რას გვეტყვის ისიც ჩვენ, იმიტომ რომ უკუგებისათვის არის გათვალისწინებული. აქ არის წარმოდგენილი ჩვენი ესე იგი ჩვენი დიასპორის საქმიანობა, ჩვენი მათთან ურთიერთობა ომის დროს შარშან, მას შემდეგ არის ჩვენი გამოცემები, დიასპორის გამოცემები, ჩვენი დიასპორული ჟურნალ-გაზეთები, რაც გამოდის აქ და ჩვენი მომავალი გეგმები. ყველაზე ადრე მოსულ მინისტრთა სამეული კობა სუბელიანმა შეავსო. თავარი არის ის, რომ ცეცხლის შეწყვეტიდან ზუსტად ორთვენახევარში, ცოტა მეტრში დავიწყეთ კარვების დაკეცვა და ხალხი შევასახლეთ აი ესეთ თბილ-კეთილმოწყობილ სახლებში, როგორცაც ახლა ვნახავთ რა. მესამე მინისტრია მინისტრის მოვიდა ამ ადგილზე. მე მოვედი ამჯერად მოვედი 25 წუთით ადრე, მაგრამ მთელს სიტუაციებში მე თვითონ ვიყავი ჩართული, ძალიან მაგონდება და მახსენდება ისა რა ქვია მაგას და რაღაცა ნოსტალგიაც კი გამიჩნდა ახლა ესე რომ დგავ რუსთაველზე. მე როცა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ვიყავი, ხშირად კი არა თუ კი რა მეკეთდებოდა იმ წუთში სამხედრო აღლუმიდან დაწყებული უშუალოდ მონაწილეობდი ხოლმე და ის ძველი დრო გამახსენდა რა. კობა სუბელიანის და იოლონ გაგოშიძის მსგავსად ბაკურ კვეზერელიც მინისტრების იმ უმცირესობაში მოხვდა, ვინც ხალხთან შესახვედრად ჰალსტუხით მივიდა. თითქმის ყველა მინისტრი არის უხალხსტუხო. თქვენ რატო გადასკეთეთ, რომ ესა ოფიციალურად იყო საზოგადოების წინაშე? ალბათ ვერ შევთანხმდით, ესე ვთქვათ, დრესკოდზე თავდადროულად. 12 საათისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე არც ხალხსტუხიან და არც უხალხსტუხო მინისტრებს არ დაუგვიანიათ. გამონაკლისი არ ჩინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილა. ვიდრე ჟურნალისტების მიერ აღმართულ ცოცხალ კედლამდე მიაღწევდა, ვანო მერაბიშვილმა მოქალაქეებთან რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გადაღებაც მოასწრო. მას შემდეგ რაც მინისტრებმა საკუთარი სტენდები დაათვალიერეს, კოლეგების მიერ ჩატარებული სამუშაოებითაც დაინტერესდნენ.
შეფასებები უმეტეს შემთხვევაში მოკრძალებული და ობიექტური იყო. ძალიან ადვილად აღქმადია და ძალიან ადვილად დასანახია. ერთია, როდესაც მინისტრი მთავრობაზე აკეთებს განცხადებას რეფორმების მიმდინარეობაზე, დადებით განცხადებას, ბუნებრივია, არავის არ მოსწონს თავის სამინისტროს უარყოფითად შეფასება, მაგრამ მეორეა, როდესაც აი ესეთნაირად შენი თვალით, შენი ხელით შეიგრძნობ იმ რეფორმებს, რაც გაკეთდა. ყველა სტენდი რა თქმა უნდა დავათვალიერე, ახლა რაღაცები ჩვენთვისაც აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვენ არ აქვს შეხება თავშას არც თოფთან და არც საბაჟო სკანერთან, ამიტომ ამ ტექნიკის ნახვა რა თქმა უნდა ძალიან შთამბეჭდავია და თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ თუნდაც იგივე 5 წლის წინ ასეთი რაღაცა უბრალოდ შეიძლება ან კინოებში ჩვენ უცხოეთში ქონდა ნანახი, ყველაფერი ეს დღეს არის ქართული სახელმწიფოს სამსახურში. თუმცა იყო სუბიექტური მიდგომებიც. ხალხის ნაკადისა და მათ მიერ გამოჩენილი ინტერესის მიხედვით პირველ ადგილზე მაინც თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კუთხე აღმოჩნდა. ამას მეზობლებიც აშკარად გრძნობდნენ. ჩვენი მეზობლად არის თავდაცვის სამინისტროს ასე ვთქვათ წარმოდგენილი სტენდი, რომელიც ძალიან თვალსაჩინოა, არა მარტო სტენდი, არამედ ტექნიკა და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც დღეს ქართულ ჯარს გააჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაეცნო, ესე ვთქვათ, დღეს ამას ჩვენი მოსახლეობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება და ტრადიცია დამკვიდრდება ამგვარი ღონისძიებები, რადგან ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და ძალიან საინტერესო ორივე მხრიდან, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე თითოეული სამინისტროსთვის ეს პროექტი. დღევანდელი დღის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ კოლეგები მხოლოდ რამდენიმე წუთით ალოდინა. პრემიერ-მინისტრი რუსთაველის გამზირზე ყველაზე ბოლოს გამოჩნდა. მინისტრებთან შეხვედრისა და მათი სტენდების შეფასების გარდა ნიკა გილაური გზადაგზა მოსახლეობასაც ესაუბრებოდა.